გამარჯობა მეგობრებო, როგორც იქნა ძალიან დაატვირთული საფეხბურთო ერთი თვის შემდეგ მოვიცალე იმისათვის, რომ ვისაუბროთ ფრენბურთზე და ქალთა ერთა ლიგაზე. თან ამ ტურნირზე უკვე გადამწყვეტ ეტაპზეა ყველაფერი გადასული, გამოვლენილია ტოპ 8 გუნდი, დასრულებულია ჯგუფური ეტაპები და ყველა გუნდმა ითამაშა 12 მატჩი. ტოპ 8 გუნდში სიმართლე რომ გითხრათ, მოსალოდნელი იყო უმეტესობის აკყოფნა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ გამაოცა კანადის გუნდმა. იქიდან გამომდინარე, რომ შარშან საერთოდ ვერანაირი შედეგი ვერ დადეს და თან ამ გუნდში თამაშობს ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მოთამაშე კირავან რაიკი, რომელმაც იბწყინა ამ სამი კვირის განმავლობაში. მოკლედ იმის შესახებ თუ რა გუნდები თამაშობენ ტოპ 8-ში და რა თამაშები იქნება და რას უნდა ველოდოთ თითოეული გუნდიდან, მოგიყვებით ამ ვიდეოში. ასე რომ თუ გინდათ რომ თქვენმა დარჩენილმა ზაფხულმა არ ჩაიაროს სპორტის გარეშე, ეხლა სწორედ ის დროა, როცა ერთა ლიგაში უნდა ჩაერთოთ. ჩაუჭერთ ამ ვიდეოს და მე მოგიყვებით ვინ არის. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პირველ ადგილზე არის ამერიკის შეერთებული შტატები. სიმართლე რომ გითხრათ, ამ შედეგს საერთოდ არ ველოდებოდი, იმიტომ რომ შარშან გვახსოვს ალბათ რა შედეგები ჰქონდა ამერიკას. ჩემი აზრით, მწვრთნელმა სალივანმა ალღო ამ გუნდს და მიხვდა რა საჭიროებები ჰქონდა, ასევე საოცრად აქვთ მომატებული ბლოგზე ესე ძლიერი ბლოკი თითქმის არც ერთ გუნდს არ აქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაბრუნდნენ რა თქმა უნდა ვარსკვლავებიც ამ გუნდში, ჯორდან ტომპსონსაც ვხედავთ მოედანზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალიან კარგად იყენებს სკამს, ანუ სათადარიგო მოთამაშეებს მწვრთნელი. ეს ჩანს იქიდან, რომ ტოპ 20 მეკულეში, ბესტ სკორერებში არც ერთი ამერიკელი არ არის. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მუდმივი ცვლილება ხდება მოედანზე და მე მგონია, რომ ოლიმპიადის წინამოსამზადებელი პერიოდი აქვს სალივანს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რადგან ვიცით, რომ ოლიმპიადა იქნება ლოს-ანჯელესში და განაღდებული აქვთ იქ მონაწილეობა, ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად ის რეზერვი რაც ყავს, ისინი ათამაშოს იმისათვის, რომ იცოდეს ვისი იმედი უნდა ქონდეს ოლიმპიადაზე და ეს შედეგებზე შეიძლება და არასახულიყო კარგად, მაგრამ საკმაოდ კარგი შემადგენლობით არის წარმოდგენილი და ვხედავთ როგორ ბრწყინავენ ის ვარსკვლავები, ვისაც უნდა ერწყინა. ასე რომ 10 მოგებული მატჩი, 2 წაგებული და ამერიკა პირველ ადგილზეა. Play-off-ში ამერიკის შეერთებული შტატები შეხვდება ჩინეთს და მე მგონია რომ ამერიკელები არ გაუშვებენ შანსს მარტივად მოგების. ერთადერთი ვფიქრობ რომ შეიძლება სეტი მოიგოს ჩინეთის ნაკრებმა, იქიდან გამომდინარე რომ მათთვის დამატებითი мотиваცია არის სახლში თამაში და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, მაგრამ ჩემი აზრით მარტივი ძალიან ლაით თამაში იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამერიკას მეორე ადგილზე მოყვება იტალია, რომელიც არის მოქმედი ერთა ლიგის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, მათაც ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ 10 მოგება და 2 წაგება. პირველი 2 კვირა იყვნენ ძალიან ახალგაზრდა და სათადარიგო შემადგენლობით წარმოდგენილები და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო აქ არის ეკატერინა ანტროპოვას გადაყვანა დიაგონალიდან 4 ნომერზე, მაგრამ როგორც ჩანს სტატისტიკაში ამან არ გაამართლა. 2 მატჩი აქვს წაგებული იტალიას და აქედან ერთი არის ბრაზილიასთან, რომელიც წააგეს ანგარიშით 3-2 და მეორე მატჩი არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეკატერინა ანტროპოვაზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახდა ამ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ჩამწოდებელი, მის ანგარიშზე არის 33 ქულა. მას შემდეგ მოსდევს კანადელი კირავან რაიკი, რომელსაც აქვს დაახლოებით 10 ეისით ნაკლები ვიდრე ანტროპოვას. რაც შეეხება ქულებს, 209 ქულა აქვს გაკეთებული, აქედან 114 ბოლო 4 მატჩში. ანუ ციფრებს რო დააკვირდეთ, უკრაინის წინააღმდეგ აქვს 25 ქულა, ბელგიის წინააღმდეგ 23 ქულა, 28 ქულა აქვს ჩინეთის წინააღმდეგ და 37 ქულა აქვს კანადის წინააღმდეგ. ერთ მოთამაშეს ხალხო, ანუ ფენომენალური ციფრებია. საოცარი მოთამაშეა ანტროპოვა და იმედი მაქვს, რომ კიდე ხშირად ვიხილავთ მოედანზე და პაოლა ეგონუს მოუწევს უფრო დიდი დროის გატარებას კამს. რაც შეეხება ეგონუ როგორც ასეთი მოედანზე ძირითად დროს არ ატარებს ხოლმე და ზის სათადარიგო სკამზე ძალიან კარგად ერთობა, როგორც ვაკვირდები, როცა რაღაც დაძაბული სიტუაციაა და გვინახავს ჩვენ პაოლა თავის პრაიმში, როგორ იქცეოდა, ნუ ეხლაც რა თქმა უნდა საოცარ ფორმაშია, მაგრამ როცა გადამწყვეტი მატჩებია, შემოდის ხოლმე რაღაც ცივი beach face სახით და ეხლა რო ამ ყველაფერს ვერ ხედავ, ცოტა უცნაურია ეგონუს მხრიდან, მაგრამ ალბათ ისვენებს და ეკუთვნის ეგეთ მოთამაშეს დასვენება და
დავასვენოთ, იმიტომ რომ მოდის მე ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადისთვისაც უნდა მოემზადონ და ჩემი აზრით არაპირებენ, არ დათმობენ ნიდერლანდებსაც ძალიან მარტივად მოუგებენ და შეიძლება ერთა ლიგის ჩემპიონობასაც კიდევ ერთხელ გამოკრან ხელი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა კონკურენტია ისეთი, ვისაც შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. რაც შეეხება ბრაზილიას, მგონია რომ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას, იქიდან გამომდინარე რომ არ ეყოლებათ გაბი, როგორც ვიცით, ფინალურ ეტაპს არ ითამაშებს მათი მთავარი ვარსკვლავი, არ ეყოლებათ ჯულიაც, რომელიც საუკეთესო ცენტრალური მოთამაშეა და ბლოკის დამყენებელი და ჯგუფურ ეტაპზე ეს ტიტულიც მიიღო, მას საოცარი სტატისტიკა ჰქონდა და მგონია რომ არა მხოლოდ ამ ტურნირზე, ზოგადად მსოფლიოში ამ ეტაპზე საუკეთესო ცენტრალური ბლოკის დამყენებელია, მაგრამ სამწუხაროდ ჯვარედინის ტრავმა მიიღო და როგორც ვიცი, განმეორებითია ეს და ძალიან დიდხანს ვერ აღდგება სავარაუდოდ. ნუ მოკლედ ბრაზილია ძალიან ცუდ დღეშია და ამ ორი მოთამაშის ჩანაცვლება გაუჭირდება ანა კრისტინას და იულია ბერგმანსაც. არ ვიცი რა უნდა შესთავაზონ იაპონელებს, სწორედ იაპონელებს თამაშებიან ისინი ბრაზილიელები პლეი-ოფში. რაც შეეხება იაპონიაზე არაერთხელ მილაპარაკია ჩემი ვიდეოებში და ვიცით როგორი სწრაფი და მოქნილი გუნდია. ყველანაირი ბურთის აღება შეუძლიათ დაცვაში, ყველანაირი ბურთის მობრუნება შეუძლიათ მოედანზე და ყველანაირი ქულის გადარჩენა. აი უბრალოდ წარმოუდგენელი გუნდია. ეს დაგვიმტკიცეს პოლონეთის წინააღმდეგ მატჩშიც, როდესაც სახლში ეთამაშებოდნენ პოლონეთს, მოგებული გადმოდიოდა ფინალურ ეტაპზე, წაგებული კი ემშვიდობებოდა ტურნირს, ვიცით ჩვენ პოლონეთი როგორი რეიტინგული და კარგი გუნდია ქალებში, მამაკაცებშიც და ფინალ თამაში, რომელიც იყო იაპონიაში, პირველ ორ სეტს აგებდნენ თითქმის მშრალი ანგარიშით იაპონელები და შემდეგ გუნდი შეიცვალა. და ბადამაკეთა საოცრებები უშეცდომოდ ითამაშა, ფაქტობრივად სტატისტიკას რო ჩახედოთ, ვადა სტატისტიკას, მესამე სეტი 11 ქული დაამთავრა და თავდასხმაზე შეცდომა არ ქონია. არც მესამე სეტში, არც მეოთხე სეტში, არც მეხუთე სეტში და მეხუთე სეტი ძალიან დრამატული ქულით, ოდნავ ბადაზე გაჩერებული და გადაგდებული ბურთით ჩაწოდებაზე მოიგო იაპონიის ნაკრებმა და საოცარი ემოციები ჰქონდათ რა თქმა უნდა იაპონელებს და მათ მწვრთნელსაც და გულშემატკივრებსაც. სანახავი მატჩი იყო აუცილებლად, ვისაც არ გიყურებიათ ბევრი დაკარგეთ. ასე რომ იაპონია იბრძვის და იბრძოლებს ბოლომდე, არაერთხელ აუღიათ მედლები საერთაშორისო ტურნირებში და ჩემპიონატებში, ამიტომ მგონია რომ ბრაზილიასთან ჩემთვის ფავორიტი იქნება. და კიდევ ერთი მატჩი, რომელსაც ფრენბურთს ყველა გულშემატკივარი ელოდება ალბათ არის ორი უძლიერესი ქალი ფრენბურთელის მელისა ვარგასის და კირა ვანდაიკის დაპირისპირება და მეც ძალიან ველოდები ამ მატჩს, იმიტომ რომ ამ ორი მოთამაშის სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ არიან მსოფლიოში თავის გუნდებში საუკეთესოები. ეს ნიშნავს იმას, რომ შეუძლიათ თამაშის ერთ თამაში დააგროვონ დაახლოებით 25-26 ქულა, რაც ფენომენალურია, მართლა საშუალოს გეუბნებით, თორე ისე მელისა ვარგასმა ითამაშა მხოლოდ ორი კვირა, პირველი კვირა გამოტოვა, როგორც იცით და დაემატა ანკარაში, როცა იყო თამაშები, მაშინ მეორე კვირიდან თამაშობს და მის სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ამ ორი კვირის განმავლობაში მეორე და მესამე კვირაში მან დააგროვა 2 საათი ქულა და ქულები გადანაწილდა შემდეგნაირად: 35 ქულა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, 23 ქულა პოლონეთთან, 20 ქულა იაპონიასთან, 25 ქულა ტაილანდთან, 32 ქულა გერმანიასთან და 36 ქულა ჩინეთთან. არანორმალური, ანუ ხო ხვდებით და თანხმდებით ყველა რომ არანორმალური სტატისტიკაა და ვნახოთ რა სიზავს კირა ვანდაიკის გუნდის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნება ეს იქიდან გამომდინარე, რომ კანადის მწვრთნელი ჯოვანი გუდეტი იყო თურქეთის მწვრთნელი და ამ ეტაპზე არის ვაკიფ ბანკის მწვრთნელი და ძალიან კარგად ყავს შესწავლილი ყველა თურქი, ამიტომ მგონია რომ სტრატეგიულად რაღაც უპირატესობა კანადას შეიძლება კონდეს. უბრალოდ ვნახოთ რას დაუპირისპირებს თურქეთი და სანტარელი. ამიტომ ამბობ რომ საოცარი მატჩი გველოდება და აუცილებლად ჩაუჭექით და სხვა თამაშებს თუ არ უყურებთ, ამას მაინც უყურეთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ზეხრა გიუნეში და მელისა ვარგასი ყველა მიცით.
ხო და დანარჩენი მოთამაშეებიც შეიძლება ნახოთ აქ ისეთი ვინც დაგამახსოვრდებათ. მოკლედ ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება პლეი-ოფებში ჯერ პირველ რიგში და შემდეგ უკვე ნახევარფინალებში და ფინალებში. პირველი მატჩი არის ხვალ 22-ში 12 საათზე იტალია ნიდერლანდები და ჩემი აზრით აქ იტალია გადის. ბრაზილია იაპონია 15-30-ზე. აქ ჩემი ფავორიტი არის იაპონია. შემდეგ 23 ივლისს თურქეთი კანადა. ბოლომდე თურქეთისკენ ვიქნები, მოდით. არ უნდა მაგას ზედმეტ ლაპარაკი და იაპონია ჩინეთშიც, ამერიკა ჩინეთშიც აქ ცალსახად მგონია რომ ამერიკა მოიგებს, თუ რამე საოცრება არ მოხდა. რა ხდება შემდეგ? მოგებული იაპონია თუ ყველაფერი წავიდა როგორც მე მგონია, ხვდება იტალიას და ამერიკის შეერთებული შტატები შეხვდება თურქეთს. ეს თამაშები იქნება უკვე 25-ში. ამის შემდეგ მე მგონი მოდი ახლა prediction-ები გავაკეთოთ. ვიწინასწარმეტყველოთ. იაპონია იტალიას შორის გამარჯვებული იქნება იტალია და თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გამარჯვებული. აი ეს თამაშია გადასალახით ჩემი აზრით. მე თურქეთი გავიყვანოთ. Why not? და ფინალში მივიღოთ იტალია თურქეთი. ერთად რეალურად ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ამერიკა დაუმარცხებელი ოპონენტი ამ ეტაპზე არ არის თურქეთისთვის. აი რა მგონია, თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, დამიწერეთ და იტალია დიდი ალბათობით მოუგებს იაპონიას. თუ ყველაფერი ესე დაჯდა როგორც მე ვთქვი, დაიმოიგოს თურქეთმა. მეც დავისვენებ, თქვენც დაისვენებთ და სანტარელიც დაისვენებს. ხო, სხვა შორის მამაკაცთა ერთა ლიგაში ბევრად უფრო საინტერესო ამბები ხდება. საფრანგეთი გამოვარდა ტოპ 8-ში ვერ მოხვდა და მთელი ამბავია ატეხილია. მაგაზეც გავაკეთებ. ვეცდები რომ მოვასწრო პლეი-ოფებამდე კიდევ ერთი ვიდეო. ეხლა წავედი ეს ვიდეო დავმონტაჟერო, ხვანდელი თამაშები არ გამოგჩნდა. კარგად. ხო, არხი გამოიწერეთ და ვიდეო დალაიქეთ.